მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ვაგრძელებთ მეცაც გეტყვი მეორედ, დღეს გვაქვს დღეს რა, ეს ვიდეო არის ნაწილი მეორე. მივყვეთ ისევ თემატურად, ზოგადად MMA-ზე კითხვები, შეახსენებთ, რომ ჯერ იქნება ზოგადად MMA-ზე კითხვები, შემდეგ იქნება კითხვები ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებული, შემდეგ იქნება კითხვები სპორტის სხვა სახეობებზე და ბოლოს იქნება კითხვები უშუალოდ ჩემთან მიმართებაში. კითხვა MMA-ის გარეშე არ გვაქვს. MMA-ის მიღმა, ასე ვთქვათ, შინაარსის კითხვა არ გვაქვს. ზოგადი კითხვებით ვიწყებთ. კითხვის ავტორი არის SHTBR48. ლადო სალამი, მე მაინტერესებს WEC-ში ჩხუბი რომ იყო Aldo versus Faber, მანდ როგორც ისეთ Aldo როგორც იყო Aldo გავგიჟდი, ისე მომეწონა, სხვა დონე იყო და ისიც გავიგე, რომ ავარიის გამო მიიღო ტრავმა. UFC-მდე და შენი აზრით, ეგ ტრავმა რო არა, სხვანაირად წარიმართებოდა მისი კარიერა, რადგან სხვა გეიმპლან ექნებოდა მინიმუმ მაინც და საინტერესო თემა. წარმატებები, კარგი ქენი, რომ ეს გადაცემა დაიწყე. ხო, რაც შეეხება Aldo Fabers, ეს ბრძოლა მახსოვს, რა თქმა უნდა, უბრალოდ რა არის იცით, ნუ არ ვიცი ხა რამდენად გაფუჭდა შემდეგ UFC-ში. Aldo მე უფრო დავაბრალებდი იმას, რომ ისეთი შტამბეშტავი და სანახაობრივი ბრძოლები შეიძლება არ იყო შემდეგ. მე უფრო დავაბრალებდი იმას, რომ ზოგადად დონე გაიზარდა, ოპოზიციის დონე გაიზარდა MMA-ში. აი თუ დააგვირდებით იგივე Uriah Fabers, წინვალე იყო ჭიდაობაში, რა თქმა უნდა, Uriah Faber, მაგრამ იგივე Aldo-სთან ბრძოლაში თუ დააგვირდებით Faberis strikings, ნუ Faberi რა დონის მებრძოლიც იყო მაშინ, დღეს იგივე დონის მებრძოლებს ბევრად დახვეწილი strikingი აქვს. იგივე დააკვირდით უბრალოდ მართლა Fabers ამ ბრძოლაში, ნუ ფეხზე ჩხუბისას რამდენ ზედმეტ მოძრაობას აკეთებს, რამდენ ზედმეტად იქნებს, რამდენად ზედმეტად ხარჯავს ენერგიას. არა პრაქტიკულია. ბევრად უფრო გაიზარდა მას შემდეგ MMA და კიდევ ისევ და ისევ ვიტყვი, რომ Aldo რა დონესაც წარმოადგენდა და საჩემპიონო დონე იყო მაშინაც Aldo ჩემპიონი იყო შეასეთ. ამ ბრძოლაში არა შეიძლება, მაგრამ ზოგადად იმ პერიოდებში ჩემპიონი ხდებოდა. ახლა ასეთი დონის მებრძოლებს ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ასპექტში ბევრად უფრო დახვეწილი აქვთ. ყოველ შემთხვევაში ასეთი, მე არ ვამბობ, რა თქმა უნდა, არიან მებრძოლები, რომლებიც გრეპლინგში არიან უკეთესები, მათი პირველი ოპცია გრეპლინგია, ზოგჯერ პირიქით, სტრაიკინგია, მაგრამ აი სხვა თავის არა ძლიერ მხარეშიც რაღაც ელემენტარულ დონეზე მაინც დახვეწილები არიან. ახლა იგივე Fabers თუ იქ შეხედავთ, მიხვდებით, რომ ფეხზე დღეს UFC-ის საშუალო დონის მებრძოლსაც strikingი ბევრად უფრო დახვეწილი აქვს, ვიდრე მაშინ ქონდა Fabers. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ის დომინაცია უფრო საწყის ეტაპზე, იმ ეტაპზე, როცა დაუშვათ WEC-ში იყო Aldo-s დომინაცია, უფრო ამით არის გამოწვეული, რომ სხვა მისი ოპონენტები ნაკლებად იყვნენ განვითარებულები და ნაკლებად იყვნენ სრულყოფილები, როგორც MMA-ის მებრძოლები და შემდეგ უკვე UFC-ში, ახლა იქიდან გამომდინარე, რომ MMA არის ახალი სპორტი, ძალიან სწრაფად ვითარდება, ანუ სწრაფად ადის ზემოთ. ყველა სპორტი ვითარდება, მაგრამ ახლა დაბადებული სპორტი, რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე ბევრად უფრო დიდი ნახტომებით ვითარდება, ეს არაერთხელ ვთქვას და მე ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი იმისი, რომ Aldo უფრო შთამბეჭდავი იყო თითქოს საწყის ეტაპზე კარიერისა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალოდ, რომ ოპოზიცია გაძლიერდა და საშუალო დონე გაიზარდა, ასე ვთქვათ, მებრძოლების. შემდეგი კითხვა, კითხვის ავტორი არის ლუკა ქავთარაძე, 5606. ლუკა მე მგონი წინაშიც ქონდა, მე მგონი ამ იუზერისგან კითხვა. ხამზასა და ჯონს შორის ვინ მოიგებდა თქვენი აზრით, ქვემძიმე წონაში? მე ვფიქრობ, რომ გულწრფელად გეტყვით, რომ მოიგებდა ჩემი აზრით ჯონსი. ამას არ ვფიქრობ, რომ ჰეითერი ვარ ხამზადის ანამე, მე ზოგადად არც ჯონს არ გულშემატკივრობდი არასოდეს და არასოდეს არ ვიყავი ჯონსის გულშემატკივარიც. თუ ჩამთვლით ხამზადის ჰეითერად, შეგიძლიათ იგივენაირად ჩამთვალოთ ჯონსის ჰეითერადაც, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯონსი ქვემძიმე ზონაში. რა თქმა უნდა, გულისხმობთ ალბათ ჯონსის პიკზე, ხო? ჯონსის სხვათვის ახლა თუ ვინმეთქვის, რომ ახლა პიკი ჯონს, მიუხედავად იმისა, რომ ახლა გახდა მძიმე ზონის ჩემპიონი, არ არის ასე. ჯონსი უფრო ძლიერი იყო მაშინ. და ალბათ ავტორი კითხვის გულისხმობს, მაშინ პიკში მყოფ ჯონს და პიკში მყოფ ჯონსი მე ვფიქრობ, რომ ხამზადს მოუგებდა და თან ვფიქრობ, რომ დიდი ფავორიტი იქნებოდა. ნუ, რა ვიცი, შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი აზრით ასეა ყოველ შემთხვევაში.
შემდეგი კითხვა ალანია 4703. სალამი ლადო, ძალიან კარგი კონტაქტი გაქვს წარმატებები. მე შედარებით ახალი მაყურებელი ვარ და ლაივში ჯონსის ბრძოლები არ მაქვს ნანახი, მაგრამ ძველებს რომ გადავხედე რეიესის ბრძოლა მაგალითად ან გუსტავსონის რომ წარმოვიდგენ რომ მათ გარდა რომ პროხასკა ყოფილიყო ჯონსის წინააღმდეგ ჩემი აზრით გათიშავდა ჯონსს. ამ კონკრეტულ ბრძოლაზე შენ რა სიტყვი? ალბათ იმას რომ ჯონსი პირველ რაუნდში გაგუდავდა მიწაზე პროხასკას, რასაც ყველა MMA-ის ფანი მეუბნება, მაგრამ მე მაინც ჩემ აზრზე ვრჩები. კი ბატონო, გიპასუხებ, თუმცა მე არ გიპასუხებთ რომ პირველ რაუნდში გაგუდავდა ჯონსი თქო, ასე მარტივად ზოგადად არ არის დღევანდელი MMA. უბრალოდ მე გეტყვით რა იცით, ჯონსის ერთ-ერთი მთავარი პლუსი თუ აი იგივე ხშირად არის იდება სოციალურ ქსელებში მებრძოლების გამოკითხები, ხო, რომ ეკითხებიან მებრძოლებს, აი ვინ არის, ვის აქვს საუკეთესო ყბა, ვის აქვს საუკეთესო კარდიო, ვის აქვს ყველაზე დარტყმა და აი თუ დაგვირები ხართ ინტელექტის, fight IQ-ს შესახებ რო არის კითხვა, ყველაზე ხშირი პასუხები, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ყოველ შემთხვევაში არის ჯონსის. ანუ რითი თქვა მინდა, ჯონსის წარმატების მთავარი ფორმულა, გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა იყო ძალიან კარგი ჭიდაობა, ჰქონდა ძალიან კარგი სტრაიკინგი, ჰქონდა შეძენილი, მაგრამ ძალიან კარგი და ზოგადად ძალიან ათლეტური იყო, ანთროპომეტრიაც იდეალური, მაგრამ ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მას ჰქონდა ძალიან მაგარი IQ. მე მესმის რატომ აირჩიეთ თქვენ გუსტავსონის და რეიესის ბრძოლები, იმიტომ რომ ძალიან ახლო ბრძოლები იყო და ბევრი თვლის რომ იქ წააგო ჯონსმა, თუმცა მე ასე არ ვთვლი სხვათა შორის, მე ვთვლი რომ უბრალოდ რეიესთან ბრძოლა მაგალითად შედარებით ახლახან იყო და კარგად მახსოვს და მე გეტყვით რომ იქ სახელი ჯონსი რო არ ყოფილიყო და უბრალოდ ორი უცნობი მებრძოლის ბრძოლა რო ყოფილიყო, აი მაყურებელს რა ცოდნოდა ვინ არის ჯონსი და ვინ არის უბრალოდ ორი მებრძოლის ასე რო ეყურებინა, როგორც უბრალოდ ორი მებრძოლის ბრძოლა, მე ვფიქრობ რომ უმეტესობა იქ გამარჯვებულად ჯონს აირჩევდა. უბრალოდ იქიდან გამომდინარე რომ ჯონსი იყო და იქიდან გამომდინარე რომ ეს რეისი იყო, ჯონსის პერფორმანსით არ იყო კმაყოფილი მაყურებელი და რეიესით კი ახლოვანებულები იყვნენ, იმიტომ რომ ჯონს თანაბარი და კონკურენტული ბრძოლა შესთავაზა. იგივეს ვიტყოდი გუსტავსონთან ჯონსის ბრძოლაზე. იქაც იმოქმედა იმანაც რომ არავინ არ ელოდა რომ გუსტავსონი ასეთ წინააღმდეგობას გაუწევდა ჯონს. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში რომ ობიექტურად იქ როგორც მინიმუმ ჯონსმა არც ერთთან არ წააგო. და რა შვაში იყო რატო საუბრობ სად მიმყავს ეს საუბარი? იქიდან გამომდინარე რომ ჯონსის ერთ-ერთი მთავარი პლუსი და წარმატების ფორმულა იყო მისი fight IQ. უყურებთ, წარმოიდგენთ, რომ ჯონსი იგივეს გააკეთებდა, რასაც აკეთებდა რეიესთან, იგივეს გააკეთებდა პროხასკასთან. მე არ ვიცი, მოგუდავდა თუ ფეხზე გათიშავდა პროხასკას, მაგრამ მოუგებდა. და ისევ და ისევ, იმიტომ რომ ჯონსია შეიძლება სულ სხვანაირად ებრძოლა პროხასკასთან, სხვანაირად გულისხმობ არა ისე როგორც რეიესთან და არა ისე როგორც გუსტავსონთან. ანუ ის გამოიყენა თავის fight IQ-ზე და დარწმუნებული ვარ, რომ სულ სხვანაირი ჯონსი იქნებოდა. ტაქტიკურად გულისხმობ, ტაქტიკური კუთხით და სტრატეგიული კუთხით, ვიდრე იყო რეიესთან და გუსტავსონთან. ანუ ეს ერთ-ერთში ჩაანაცვლებთ ჯონსის ოპონენტს და აი აქ მის მაგივრად რო ყოფილიყო პროხასკა, გასაგებია რომ პროხასკა რო ყოფილიყო, შეიძლება სხვა რამე გაიგეთებინა ჯონსს, ამას შეასახმედა. თუმცა ძალიან მიყვარს მე პროხასკა და პირდაპირ გეტყვით რომ ებრძოლა რომ შემდგარიყო და ახლაც რო შემდგარი, როცა გინდათ მე ნახა ებრძოლა, აუცილებლად პროხასკასკენ ვიქნებოდი, იმიტომ რომ პროხასკას ისედაც სიმპათიის ვარ პროხასკას მიმართ, ისედაც გულშემატკივრო და ჯონს კიდევ როგორც გითხარით, არასოდეს არ გულშემატკივროდი. შესაბამისად, მე ისედაც პროხასკასკენ ვიქნებოდი მეც, მაგრამ ობიექტურად გეტყვით, რომ დიდი ფავორიტი იქნებოდა ჯონსი და დიდი ალბათობით ჯონსი პროხასკას მოუგებდა. პრაიმ ჯონსზე მაქვს საუბარი ბუნებრივია. კი ბატონო, შემდეგი კითხვა საბახუტა, ხო, საბახუტა ან საბაქსუტა 91-05. სეტანტას დაკომენტირებული საუკეთესო ივენთი ან სანახაობრივი ბრძოლაც გვირჩიეთ, იქნება ყველა დროის არა პრობლემა. ძალიან რთული კითხვაა, სიმართლე გითხრათ, მე ასე არასოდეს არ მიფიქრია, რომ აი კარგი ივენთები ჩვენ დაკომენტირებული და ცუდი ივენთები რაღაცა ყველა მიყვარს, მოკლედ. მაყურებლისთვის და ქართველი მაყურებლისთვის რომ ის იყოს განსაკუთრებით კარგი ემოციები დაუტოვოს, მოდი მაშინ ქართველები რომ მონაწილეობენ ისეთ ივენტს გირჩევთ მაშინ ალბათ ხო ამ ხრივ მაგალითად განსაკუთრებით მომწონს თან ჩემი წაყვანილი ივენტები რო არის
იგივე აი ბრძოლას გეტყვით, ახლა ივენთი, არ ვიცი ხა სხვა ბრძოლები რამდენად მოგეწონებათ იქ, მაგრამ მერაბს და იანს შორის პირველი დაპირისპირება რო შედგა, ეს არის ჩემთვის ძალიან ისეთი სიამოვნებით მინახავს შემდეგ კიდევ რამდენჯერმე და თან მარტო ბრძოლა კი არა, იგივე როგორც მიგვყავს და რაც მოკლედ როგორც მიდის მთლიანად ეს რეპორტაჟი. რა ვიცი, თუ არ გინახავთ, ან თუ რომც გენახოთ, კიდევ ერთხელ ნახეთ კი ბატონო. კიდევ ერთხელ ვამბობ, პირველი დაპირისპირება მერაბსა და იანს შორის. ასევე ძალიან მომწონს ისის ჩემი წაყვანილია ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოვეის შორის ბრძოლა, ესეც რა ვიცი, ძალიან ამასაც სიამოვნებით უყურებ ხოლმე. ხო, რა ვიცი, ამას გირჩევდით ჩემი მხრიდან. დანარჩენი სხვა მხრივ რომელი ივენთი იყო კარგად დაკომენტირებული და რომელიც ცუდად ასევე ვერ გეტყვით, სიმართლე რომ გითხრათ. შემდეგი კითხვა წერტილი ნატროშვილი. ბატონ ლადო, ასეთი კითხვა მაქვს. არმანის 145-ში ჩასვლაზე რომ იყო ლაპარაკი, ჩემი აზრით არაა კარგი აზრი, ჯერ ის რომ ვოლკი ძალიან რთული წასაქცევია და თან ამას ემატება არმანისთვის უცნობი წონის კლების ფაქტორი 66 კგ. მგონი ისევ ჯობს ერთი კონტენდერის სტატუსი დაიცვას ხოლმე, პირველი კონტენდერის სტატუსი დაიცვას ხოლმე 155-ში, თქვენ რას ფიქრობთ? ხო, მეც ვფიქრობ, რომ ზოგადად იქიდან გამომდინარე, რომ არმანი ისედაც ბასკი არ არის მაღალი ნამდვილად, მაგრამ ისეთი მასიური ჩასხმული ბიჭია და მე ვფიქრობ, რომ ძალიან გაუჭირდება 66 წონის დადება და დადება შეიძლება დადოს, მაგრამ ხო თავარი ამ წონის კლებისას ის არის, რომ შეინარჩუნო შენი ძალა, ენერგია და საუკეთესო თვისებები, ხო, რომ იქ გამოიყენო. ხო და ამ გადმოსახედიდან მეც გონია, რომ გაუჭირდება არმანს და ვფიქრობ, გაფუჭდება იმ წონაში და არ უნდა ჩავიდეს ჩემი აზრით. თუმცა შეიძლება ვწდები და ხა პრინციპში ამაზე ზუსტ პასუხს გავიგებთ თუ გააკეთა ეს და ვნახავთ როგორი იქნება არმანი. ამ დღევანდელი გადმოსახედიდან მეც გონია, რომ არ ჩავა არმანი, არ მოგატყუოთ და თუ გადაწყვეტს ჩასვლას, მე მგონია, რომ წარუმატებელი იქნება ეს მისი მცდელობა. რომ ასე არ არის რა, რამდენ წონაშიც მინდა ჩავიდე, ეგრე არ არის. მithupedes კლება, ზემოთ კი ახვალ ხა დიდი ის არ უნდა მაგას ხა. Სუდად არ გახდები ყოველ შემთხვევაში და წონის კლებამ შეიძლება ისე დღეს ჩაგაგდოს, რომ საერთოდ ვერი ვარგო ჩხუბის დღეს. ხო, რა ვიცი, ჩემი პასუხი ასეთია ყოველ შემთხვევაში. ანუ მეც თქვენ რა თქვით, გეთანხმებით ამაზე, რომ მე ვფიქრობ, რომ არ არის ეს კარგი აზრი არმანისთვის. შემდეგი კითხვა გიორგოს პაპანდოპულოს 81-15. სალამი ლადო, შენი აზრით შავკატი დაბრუნდება უკვე მერამდენე ტრავმა აიკიდა, ხო, მეკითხება, შავკატი დაბრუნდება, უკვე მერამდენე ტრავმა აიკიდა და ჩვენი ძმა იანის ბრალია, ხო, რეალურად ეგ ტრავმა. ტრავმა არ ვიცი, იანის ბრალი რას გულისხმობ, თუ იმას გულისხმობ, რომ იანთან ბრძოლაში მიიღო ტრავმა, ნუ ეს სპორტი ასეთი აქ შეგდებულად ერთ-ერთი ის არის, ტაქტიკა რომ ტრავმა მიაყენო, მე ბრძოლას, ანუ იანის ბრალია, ცოტა ცუდად არის ნათქვამი ჩემი აზრით, იმიტომ რომ იანი აკეთებდა იმას, რაც უნდა გააკეთებინა იმ ბრძოლაში და თუ ახლა ტრავმა მიაყენა, ნუ ეს ამ სპორტის ნაწილია, რომ ზიანი მიაყენო. მეტოქეს ასე რომ ასე დაბრალება იანზე, რაც მაგ ლოგიკით თავად შავკატის ბრალია, იმიტომ რომ თუ ტრავმებისგან თავის აერდება უნდა და სხვა საქმე უნდა მოეძებნა და არა შერეული ორთაბრძოლები. რაც შეეხება იმას, რომ დაბრუნდება თუ არა, აქ მოყვებით და მე ვფიქრობ, რომ ზოგადად მე ვფიქრობ, რომ შავკატმა ასე ვთქვათ, დაკარგა ის მომენტი, როცა მას უნდა ებრძოლა თავისი სანდუკვარი ალბათ ქამბრისთვის, ხო? იმიტომ ნამდვილად იყო საჩემპიონო მასალა, მე არ ვამბობ, აუცილებლად გახდებოდა ჩემპიონი, მაგრამ ნამდვილად ჰქონდა ლეგიტიმური პრეტენზია, რომ მიეღწია ჩემპიონობისთვის. მაგრამ მეც ვფიქრობ, რომ აი აქ ობიექტურმა თუ სუბიექტურმა მიზეზებმა ყოველ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, მიზეზების გამო მისმა მატარებელმა, საჩემპიონო მატარებელმა მე ვფიქრობ, რომ ჩაიარა. სამწუხაროდ ამას არ ვამბობ, გახარებულ პირიქით. მეც ძალიან მაინტერესებდა შავკატი მაღალ დონეზე დიდი ხანი რა შედეგებს მიაღწევდა და აქვე ვიტყვი, რომ მე ძალიან გამიხარდება თუ შევცდი და თუ შავკატი დაბრუნდება ისევ საჩემპიონო თამაშში, ისევ ძლიერი. მე ორივე ხელით გამიხარდება მხოლოდ და მხოლოდ უბრალოდ შიშობ და მართლა სინამდვილით ვამბობ, რომ მე ვფიქრობ, რომ ცოტა ტრავმებმა ცუდ დროს მოუწია, ცუდ დროს ტრავმებმაც იქ შორის თუ გახსოვთ,
ცუდი რაღაც დაემართა ეს ავარიაში მოყვა მისი მეუღლე და შვილი კი გადარჩნენ, მაგრამ მათი მეგობრები ვინც იყვნენ ვერ გადარჩნენ და რაღაც ასეთი იყო მოკლედ. ცუდი ამბები დაემთხვა რა, სამწუხაროდ აი მის კარიერის იმ მომენტში, როცა პრინციპში ყველაზე პროდუქტიული უნდა ყოფილიყო. სამწუხაროა რა თქმა უნდა და შავკაც წარმატებებას უსურვებ, სიხარულით მივიღებდი იმ ფაქტს თუ შევცდი ამ ჩემ პროგნოზში და თუ დაბრუნდება შავკათი. შემდეგი კითხვა, ცოტნე BR17. კურტის ბლეიცის საჩემპიონო შანსებზე რას ფიქრობთ ბატონო ლადო? მით უმეტეს იმ მოცემულობაში თუ ასპინალი ან დიდხანს ან საერთოდ ვერ ბრუნდება. ძალიან საინტერესო კითხვაა, სხვა შორის ზოგადად ამ თემაზე არ ვსაუბრობ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ცუდად იღებს. ბევრი. ეცი რაც კურტის ბლეიცის სტილიდან გამომდინარე და მისი უნარებიდან გამომდინარე, ზოგადად მეც ვფიქრობ, რომ კურტის ბლეიცს ჩემპიონობის შანსი ყოველთვის ჰქონდა. ყოველთვის ჰქონდა, მე არ ვამბობ, რომ გამხდარიყო და უნდა გამხდარიყო ან რაღაცა და საჩემპიონო ის იყო, როგორც ახლა ვსაუბრობთ, რომ ალექსანდრე თოფურიაზე, რომ ხედავთ მასში აშკარა საჩემპიონო, ასე ვთქვათ, მონაცემებს, ასე არ გულისხმობ კურტის ბლეიძე. უბრალოდ მისი სტილიდან გამომდინარე, ის რომ კურტის ბლეიძე გამხდარიყო ჩემპიონი, საერთოდ არ იყო გამორიცხული. იმიტომ რომ მას სპეციფიური სტილი აქვს. მისი სტილი ზოგადად მის დივიზიონში სხვებისთვის, ბევრისთვის და უმეტესობისთვის პრობლემაა ხოლმე და რატომაც არა. მე ვფიქრობ, რომ საერთოდ რომ კურტის ბლეიცის თავარი შეცდომა კარიერაში რაც დაუშვა მან, არის ის, რაც გააკეთა მან იმასთან. პავლოვიჩთან. ანუ პავლოვიჩთან უნდა გასულიყო თავისი ჩვეული ტაქტიკით, რომ წაექცია და ჩვეულებრივად მიწაზე, ან დაეფინიშებიდა, ან ბოლო-ბოლო დაეტანჯა 5 რაუნდის განმავლობაში, თუ არ მახსოვს 3 რაუნდიანი იყო 5 რაუნდიანი ბრძოლა. მაგრამ კურტის ბლეიცმა გადაწყვიტა კრივში შეჯიბრებოდა პავლოვიჩს. ხვდები რატომ სავარაუდოდ, იმიტომ რომ ზუსტად იმიტომ რომ მას მაინდა-მაინც არ წყალობდნენ და დიდად არ სურდათ მისთვის ჩემპიონობის შანსი მიეცა, საჩემპიონო ბრძოლა მიეცა და შესაძლოა ჩათვალა, ან შესაძლოა თვითონ არ ჩათვალა, მაგრამ ვიღაცა ბურჩია რომ აი ფეხზე თუ გათიშავ, აუცილებლად მოგცემენ საჩემპიონო შანსს და გადაწყვიტა შეიძლება ასე, იმიტომ რომ მე იმ ბრძოლაში ვერ მივხვდი უბრალოდ კურტის ბლეიცის იმას. თან აშკარა იყო რომ მომზადებული იყო ისე, რომ ფეხზე ეჭხუბა, ეს არ იყო შემთხვევითი. თუ გახსოვთ ფეხზე თან კარგიც იყო იქ და ზუსტად სანამ გაითიშებოდა, ვამბობდი რომ კი, კარგია, ჯერჯერობით მეც ურტყავს, ზუსტია, მაგრამ მთელი პრობლემა იმაშია, რომ პავლოვიჩი ერთს მოარტყავდა და დამთავრდება თქო და მალევე ამის სიტყვების შემდეგ ასეც მოხდა. არ უნდა ეჭხობა ფეხზე კურტის ბლეიცს პავლოვიჩთან. თუმცა სავარაუდოდ ზუსტად იმიტომ ეჭხობა, რომ იქნებ უფრო ადვილად მომძემ საჩემპიონოს შანსიო. მე ვფიქრობ, შეცდომა იყო. ნუ არ ვიცი ხა შეიძლება მაინც არ მიეცათ საჩემპიონოს შანსი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ მოუგებდა პავლოვიჩს, მე ვფიქრობ, ბევრად რომ ახლო იქნებოდა საჩემპიონო ბრძოლასთან და თან იქიდან გამომდინარე, რაც შემდეგ მოხდა იმ თავის ვიღაცების წასვლით, ჯონში წავიდა, შემდეგ დაემართა ასპინალს ხედავთ. მე ვფიქრობ, უბრალოდ იძულებული იქნებოდა UFC რომ სადღაც კონტენდერად განეხილათ კურტის ბლეიცი და ალბათ კარგი შანსი ექნებოდა. ასე რომ აბსოლუტურად მოყვებით მის ისევ და ისევ სპეციფიური სტილიდან გამომდინარე, ზოგადად საჩემპიონო ბრძოლაში ნებისმიერ ოპონენტთან კურტის ბლეიცს შანსი ექნებოდა. ამიტომ მისი ჩემპიონობა არარეალური ნამდვილად არ იყო. ნუ ახლა უკვე რამდენად რეალური არ ვიცი, იმიტომ რომ დრო გადის კურტის ბლეიცის ბერდება და მე თან ბოლო ბრძოლებში მეჩვენება რომ ისე დომინანტი ჭიდაობაშიც თითქოს აღარ არის კურტის ბლეიცი. თუმცა ამ ასე ვთქვათ მოსაზრებაზე რაც შენიშნა ცოტნე BR17-მა უერთდები და მეც ვფიქრობ რომ შეეძლო მას რაღაც მომენტში შეიძლებოდა რაღაც მომენტში ჩემპიონი გამხდარიყო კურტის ბლეიცი. ახლა არ ვიცი. აი უახლოეს ბრძოლას თუ ნახავთ და თუ დამანახებს რომ ისევ ჭიდაობს, მაშინ რაღაც არა. შემდეგი კითხვა, ისევ ზოგადად MMA-ზე ვარ, Black Shields GE, ხო. ულბერგი პერეირაზე რას ფიქრობთ? პერეირა ზედაწონაში თუ ავა, ულბერგი ყველასთან ფავორიტი იქნება. ხო, ნუ ეს კითხვაც როცა დაისვა ჯერ არ იყო არც Holloway Oliveira-ს ბრძოლა დასრულებული და ივენთი დასრულებული და შესაბამისად არ იყო უკვე გამოცხადებული თეთრი სახლის ივენთის კარდი. შესაბამისად, ნუ ამიტომ არის პერეირაზე დასმული, ახლა ცხადია ულბერგთან პერეირა რო არ იბრძვის ვიცით, პერეირა ავიდა ზედაზონაში, მაგრამ ნუ მოდი გავცეთ პასუხი იმ მოცემულობაში, რაც მაშინ იყო. ულბერგი პერეირა რო შემდგარიყო, მე ვფიქრობ, რომ პერეირას ექნებოდა დიდი უპირატესობა და ვფიქრობ პერეირა მოუგებდა ულბერგს, არ ექნებოდა დიდი პრობლემა, ჩემი აზრით, ულბერგთან. რაც შეეხება
მეორე ნაწილს კითხვისას ან პერეირაზე და ნანაში თუ ავა ულბერგი ყველასთან ფავორიტი იქნება, მე არ ვიზიარებ. მეზავე საერთოდ გონია რომ პერეირას შემდეგ ამ ზონაში ორი ლეგიტიმური პრეტენდენტია. ქამრის, პირველ რიგში და ყველაზე მეტად ანკალაევი, მეორე პროხასკა. რაც შეეხება ულბერგის შანსებს ერთთან და მეორესთან, მე ვფიქრობ, რომ ანკალაევი ულბერგს მოუგებს და მე ვფიქრობ, რომ დიდი პრობლემა არ ექნება ულბერგთან ანკალაევს. შეიძლება რა თქმა უნდა ვწდები, მაგრამ ყოველთვის მე არ მწავს დიდად ულბერგის ასე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში ასეთ მეტოქესთან, როგორც არის ანკალაევი. რაც შეეხება პროხასკასთან ულბერგს რა თქმა უნდა მეტი შანსი აქვს ვიდრე ანკალაევთან, თუმცა ვფიქრობ, რომ არ არის ფაქტი, რომ ულბერგი პროხასკას მოუგებს. შეიძლება იყოს ფავორიტი, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ დისიჟენამდე მივიდა ბრძოლა. მე ვფიქრობ, რომ თუ 5 რაუნდიანი ბრძოლაში პროხასკას 5 რაუნდის განმავლობაში ექნება შანსები, რომ გათიშოს ულბერგი და საერთოდ არ არის გამოცხადებული გათიშოს. მედია გაგეცით ყოფილად პასუხი ამ კითხვაზე. რა თქმა უნდა, შეიძლება ვწდები, თავზე არ ვახვევ ამ ჩემს, მაგრამ ჩემი მოსაზრება ამ ქვემძიმე წონის კონტენდერებზე ასეთია. შემდეგი Just for fun 77-55. ტონი ფერგუსონი versus ლანდო ვანატა მინდა რომ ეს ბრძოლა ყველამ იცოდეს, ნამდვილად უერთები, სასურველია რომ ნახოთ, მართლა მაგარი ბრძოლა იყო. ლაივში უყურებდი? ლაივში მაშინ პირდაპირ ალბათ არა, მაგრამ ყოველთვის მალევე ნახულობდი ხოლმე, როცა შედგებოდა ასე ვთქვათ ივენთი. და რა სიტყვით იმ მომენტში 5 რაუნდიანში 2016 წელზე მაქვს საუბარი, კონორს მოუგებდა ტონი 5 რაუნდიანში კარდიო და ყველაფრის გათვალისწინებით, ვანატას ბრძოლა გააცანით, ყველას ეს არის შოკი. ნამდვილად, საერთოდ ვანატას ხო ჩვენ ლანდო ვანატა დიდი მიღწევები არ აქვს ამ ბრძოლას, მაგრამ ზოგადად ძალიან მაგარი ბრძოლები აქვს ჩატარებული არაერთი და მათ შორის ტონი ფერგუსონთან მეც გიჩვენებთ რომ ნახოთ ეს ბრძოლა. ტონი ფერგუსონი ლანდო ვანატა. რაც შეეხება ფერგუსონის შანსებს კონორ მაგრეგორთან, მინდა გითხრათ რომ შეიძლება ბევრისთვის უცნაური იყოს ასე ვამბობ, რომ მე ვფიქრობ რომ კონორი ტონი ფერგუსონის ბრძოლაში ტონი ფერგუსონი იქნებოდა დიდი ფავორიტი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში და ვფიქრობ 10 ჯერ რო შეხვედროდნენ ერთმანეთს 7 ჯერ მაინც ტონი მოუგებდა. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. რა თქმა უნდა კონორის შანსი ყოველთვის არის გათიშოს, თუმცა ტოპ პრაიმ ტონიზია ბუნებრივია საუბარი და არა ის ბოლოს პებერი ტონი რაც აკეთებდა. პრაიმ ტონის გათიშვა ძალიან რთული იყო ზოგადად და თან გათიშვა ესე არ არის რა. შეიძლება ისე გამთიშავი დატყვა ვერ მოარტყა, ხო? გამოწერით არ ხდება. ასე ყველა ბრძოლას კონორი ყველას მოუგებდა ნოკაუტით. და უნარები ტონი ფერგუსონს ისეთი ქონდა რომ ვფიქრობ თან იმის გათვალისწინებით რომ არ დაგავიწყდეთ რომ კონორ მაგრეგორის ბევრი ყურებს როგორც მსუბუქწონოსას, მაგრამ მსუბუქწონოსანი კონორ მაგრეგორი არ ყოფილა. კონორ მაგრეგორი იყო ქვემსუბუქწონოსანი. ტონი ფერგუსონი იყო მსუბუქწონოსანი. ანუ ტონი ფერგუსონი მძიმეც იყო კონორზე და უშუალოდ შეხვედრა თუ შედგებოდა, მე ვფიქრობ რომ ძალიან დიდი ფავორიტი იქნებოდა ტონი ფერგუსონი. რაც შეეხება იმას რომ ჩემპიონი იყო კონორი მსუბუქწონაშიც, გასაგებია რომ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მსუბუქწონაშიც ისეთი დიადი იყო კონორ მაგრეგორი. მარტივ შედარებას გეტყვით რა მაგალითს მოვიყვან. ჟორჟ სენ-პიერი იცით რომ მე როგორ მიყვარს ჟორჟ სენ-პიერი და როგორ ვაღმერთებ მას. ჟორჟ სენ-პიერი იყო GOAT და დაუმარცხებელი ჩემპიონი. დაუმარცხებელი რა, გულისხმობ კი, დამარცხა, მაგრამ ვისაც დამარცხა იმას მოუგო და ზოგს არაერთხელ შემდეგ კიდე. მაგრამ ნამდვილად დიდებული GOAT იყო ქვესაშუალო წონაში. ბისპინგი რომ დაამარცხა მან საშუალო წონის გამარჯვება კი ამით ის გახდა საშუალო წონაში ჩემპიონი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჟორჟ სენ-პიერი იყო საშუალო წონაშიც დიდი ჩემპიონი. ის რომ ბისპინგს მოუგო ეს არ ნიშნავს რომ ყველა ჩემპიონს მოუგებდა საშუალო წონაში. მე ვფიქრობ რომ საშუალო წონაში ძალიან ბევრი ჩემპიონი საშუალო წონის ჯიეთის დაამარცხდა, იმიტომ რომ გაბარიტებს ამ სპორტში აქვს დიდი მნიშვნელობა. ბისპინგი უბრალოდ ბისპინგი იყო დიდი პატივისცემის და მიუხედავად ვერ ვიტყვით რომ საშუალო წონის GOAT-იო, მასზე ბევრად ძლიერი ჩემპიონები წყოლია საშუალო წონას და შესაბამისად შესაძლოა ამიტომაც ავიდა მასთან კამარზე საბრძოლველად ჟორჟ სენ-პიერი, თორე ხა წლების განმავლობაში როდესაც სენ-პიერი მეფობდა ქვესაშუალო წონაში, საშუალო წონაში მეფობდა ანდერსონ სილვა და დიდად ხა არ გამოუთქვია გაგიჟებით სურვილი GSP-ს შეხვედროდა ანდერსონ სილვას. იმიტომ რომ
ნებრივია იქ დიდი ფავორიტი იქნებოდა სილვა. ამის თქმა მინდა რომ ის რომ ჩემპიონი გახდა სუბუქწონაში კონორ მაკგრეგორი ეს არნიშნავს რომ სუბუქწონაში ის იქნებოდა გოუთი. ვერ იქნებოდა და სუბუქწონაში ძალიან ბევრი დაამარცხებდა მათ შორის ჩემი აზრით ტონი ფერგუსონიც. მე მგონი სრულად გაგეცით პასუხი. გადავედით შემდეგი თემა ქართველი მებრძოლები. ჯარჯი ქოთილაიძე მეკითხება ბატონო ლადო თქვენი აზრით რა აქვს გასაუმჯობელი იცოს მისი ბოლო ბრძოლიდან გამომდინარე რატომღაც საქართველოში ბევრმა არ იცის ამ მებრძოლის შესახებ. იცო ბაბულაიძეა ბუნებრივია საუბარი და ძალიან ცუდია რომ არ იცის, იმიტომ რომ ძალიან კარგი მებრძოლია და ძალიან ასე ვთქვათ ნიჭიერი და მე ვფიქრობ უდიდესი პოტენციალი აქვს ამ მებრძოლს. იცოს საერთოდ მიკვირს რომ აქამდეც არ მოხდა UFC-ში, იმიტომ რომ ორი ძალიან ცნობილ და კარგ ორგანიზაციაში გამოდიოდა წარმატებით, არის დაუმარცხებელი შეგახსენებთ, Ring of Combat-ში და Cage Fury-ში თუ Fury Fighting Championship-ში არ მახსოვს, არ აქვს შეიძლება ორივე ტოპ ორგანიზაცია, ტოპ რა, UFC-ის დონის და PFL-ის დონის არა, მაგრამ მეორე ასე ვთქვათ, მეორე შეზონის ორგანიზაციაა, ყველა რომლის ჩემპიონებისაც როგორც წესი ეძახიან, გახდა იქ ჩემპიონი, მე მგონი ორივეგან თუ ერთგან ყოველ შემთხვევაში ნამდვილად გახდა, დაიცვა კიდეც კამარი, მაგრამ, გასაგებია მიზეზი PFL-თან აქვს მას კონტრაქტი დიდი ხანია და შესაძლოა საკონტრაქტო პირობები არ აძლევს საშუალებას რომ გადმოვიდეს თორე ვერ ხვდებ თან არის ძალიან სანახაობრივი ფინიშერი წინვალე ჭიდაობს მიწაზე სხვათა შორის ერთ-ერთი ბრძოლაში მაგალითად დაამარცხა MMA-ში ეგვიპტელი მებრძოლი იყო შემიძლია მოვიზიო მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ოლიმპიელი მოჭიდავე იყო ეს ეგვიპტელი რომელიც მიწაზე მოუგო თან იცომ ჭიდაობაა მისი ბექგრაუნდი, მაგრამ ბერნაკჩიც გამოდის და იქაც იგებს წარმოიდგინეთ, ანუ მუშტები აქვს საოცარი. რა თქმა უნდა, ტექნიკის კუთხით თუ აი სადმე კითხვა იყო რა დასახვეწიო. ალბათ მაინც სტრაიკინგის კუთხით რაღაც დახვეწა მისი კიდევ შეიძლება ბუნებრივია. თუმცა, იცით რა, მასზე ზუსტად რაზი აქვს სამუშაო, რომ მითითება რომ მივცეთ, ამისთვის უნდა ვნახოთ ბრძოლები კიდევ მაღალ დონეზე. ანუ რის თქმა უნდა, იცით, UFC-ში თუ გადმოვა და იმედია გადმოვა იცო ბაბულაიძე, იქ გამოჩნდება პირველ ორ ბრძოლაში, გამოჩნდება მე არ გულისხმობ, წააგებს, არა, აუცილებლად წააგოს იმისთვის რომ გამოჩნდეს. მე ვფიქრობ, რომ იქაც შეიძლება მოგებების სერია გააგრძელოს, მაგრამ ბრძოლის ცდილობებში კიდევ გამოჩნდება სად აქვს მოსამატებელი. არ არის გამორიცხული ბევრი არა მარტო სტრაიკინგში და რაღაც სხვა იმ კომპონენტებშიც კონდეს რაღაცეებზე სამუშაო, რაც ბიჭელიერი მხარეა. ეს ასე არ არის, რომ იმან მოუმატოს აუჩად მიწაზე და იდეალურია ფეხზე. რაც უფრო დონეს გიწევენ ოპოზიციის დონეს, მით უფრო მეტი რაღაც შანს თუ შენ თვითონ ხარ ესეთი, რომ განვითარება შეგიძლია და შეგიძლია შენ თავზე იმუშაო, მით უფრო ბევრი რამე შეიძლება გამოჩნდეს, რაში უნდა მოიმატო. ანუ კითხვის არც თუ სწორად ჩავწვდი, თუ თქვენ თვლით რომ აი UFC-ში რომ მოხდეს ამისთვის რა უნდა მოიმატოს, ამ ხრივ იცო ბაბულაიძე მზად არის UFC-ში მოსასვლელად და UFC-ში რომ დაიწყოს კარიერა. აქ არის სხვა ფორმალური მხარეები დარწმუნებული ეს უშლის პასხელს. და აი იქ რომ დაუშვათ ჩემპიონი გახდეს ან რაღაც ამდაგვარი და მე ვფიქრობ რომ ნამდვილად არ არის ისეთი სიგიჟეს არ ვამბობ რა, იცო ბაბულაიძე ისეთი უნარები აქვს რომ შეიძლება მისგან ჩემპიონი დადგეს. ხო და აი ის რომ ჩემპიონობისთვის რა სადაც მოსამატებელი ეს უშუალოდ აი UFC-ში რომ გადმოვა, აი ბრძოლებს რომ დაიწყებს, აი იქ უნდა გამოჩნდეს. ამ წუთას ყოველ შემთხვევაში უნარებით მასალა იცოსი არის ნამდვილად ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი UFC-ში იმისთვის რომ UFC-ში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. მე მგონი პასუხი გაგეცით სრულყოფილად. შემდეგი კითხვა გიორგი ჭუაშვილი 44-82. ალექსანდრე საჩემპიონო მასალა ჯერჯერობით საერთოდ არაა ქართულ MMA-ში, მეცაც გეტყვით თუ ყველაფერი იდეალურად წავიდა 66-ით შეუძლია მერე. მაგრამ ჯერ ადრეა მაგაზე ფიქრი და ბატონო ლადო გამიკვირდა რომ არ ახსენეთ არანაკლებ კლასია მერაბზე და ილიაზეც, მაგრამ რა თქმა უნდა რომ დასამტკიცებელი აქვს ბევრი რამ. ხო, მოდი ავხსნათ მაყურებელს რას გულისხმობს კითხვის ავტორი. წინა ვიდეოში მეცაც გეტყვი პირველად რომ ჩავწერე, როდესაც საჩემპიონო ასე ვთქვათ, პოტენციურ ჩემპიონებზე კითხეს, გამოვჩა, არ დაგიმალავთ ალექსანდრე და გამოვჩა, რატომ გამოვჩა გეტყვით, მე უფრო დივიზიონების მიხედვით გავიაზრე და იქიდან გამომდინარე რომ თავისთავად მქონდა გათვლილი რომ სუპერსუბუქში ისევ მერაბი გახდებოდა ჩემპიონი. შესაბამისად სუპერსუბუქში ქართულ ჩემპიონს აღარ ვეძებდი და ამიტომ გამოვჩა. რა თქმა უნდა ალექსანდრე თოფურია. ალბათ
აი ქართველი ჩემპიონები ხო ყავს ილია და მერაბი ხო ნუ ამ დროს მერაბი არ არის მაგრამ ამ ჩემპიონი იყო და ნუ ჩემპიონი მებრძოლია ჩემპიონი რო ხდები ჩემპიონი ხარ მოკლედ და აი თავის დროზე მათზე ვერ ვიტყოდით ალბათ თუმცა არ დაგიმალებ ვამბობდი მაგრამ შეიძლება ბევრს ვაირე თქვა რომ საჩემპიონო მასალები არიან ისე როგორც ახლა ვამბობთ ალექსანდრეზე და ეს ასია მართლა ძალიან დახვეწილია და გამზადებული საჩემპიონო მასალაა შეიძლება ითქვას ალექსანდრე მართლაც და ნუ მართლა გამომჩა და ახსენე კიდევაც რატო გამომჩა იმიტომ რომ წონებში ვეძებდი და სხვა წონებში ვერ მოვძებნე ვერავინ რაც შეეხება 66-ს შეუძლიაო კი შეუძლია მაგრამ მეც ვფიქრობ რომ ჯერჯერობით არ უნდა ავიდეს 66-ში და აუცილებლად უნდა კონცერტირდეს სუპერ წონაზე ანუ 61 კილოგრამზე ახლა რატომ შეიძლება ბევრმა მითხრას რომ აი ილია ხო ავიდა მასთან ჰერბერტთანო უყურეთ ილია რო ავიდა ჰერბერტთან ილიასთვის ეს საჭირო იყო ანუ ილიას უნდა გაეკეთებინა განაცხადი ილიას მანადეს ჰქონდა ძალიან წინვალე მოგებები იგივე რაინჰოლის მოგებაც ყმაურიანი იყო მაგრამ მიუხედავად ამისა თუ გახსოვთ ის პერიოდი საჩემპიონო მასალად ილია არ განიხილავდა UFC არ განიხილავდა თვითონ ჩვენ კი შეიძლება ქონდა და ქონდა ნამდვილად იმედი მაგრამ UFC არ განიხილავდა რომ არ ასული იყოს ჰერბერტთან ბრძოლა რომ არ ყოფილიყო მოკლედ ილია რა თქმა უნდა მაინც გახდებოდა დარწმუნებული ჩემპიონი მაგრამ უფრო გვიან ანუ გვიან იმიტომ რომ გვიან მიცემდნენ მას შანსს ჰერბერტთან გამარჯვება ილიას გამარჯვება თან ის როგორ გააკეთა გამარჯვება ეს იყო განაცხადი ეს იყო სერიოზული განაცხადი რამაც ბევრად უფრო დააჩქარა რომ მასში დაენახათ პოტენციური ჩემპიონი და პოტენციური კონტენდერი ვოლკანოვსკისთვის და ჰოლოვეისთვის ნუ ზედითად მაშინ ეს ორი მებრძოლი განიხილებოდა რომ მეფობდნენ ამ დივიზიონში ამიტომ ილიას ეს ჭირდებოდა ალექსანდრეს შემთხვევაში ეს საჭირო არ არის აუცილებლობა ამისი არ არის ალექსანდრეს იქიდან გამომდინარე რა თქმა უნდა პირველ რიგში რომ ილიას ძმა არის და ანუ ხედავენ მას სხვანაირად უყურებენ უკვე მას არ ჭირდება ასეთი ასე ვთქვათ დამატებითი რაღაცა განაცხადები რომ ეძებოს მან უბრალოდ ნაკეთოს თავის საქმე მე დარწმუნებული ვარ რომ UFC უკვე ფიქრობს ვინ შეურჩიოს და UFC-ს დაინტერესებულია დარწმუნებული ვარ რომ რაც შეიძლება მაღალ მე არ ვამბობ რომ UFC-ს დაინტერესებულია ალექსანდრის ჩემპიონებაში მაგრამ იმაში რომ ალექსანდრეს ზემოთ ავიდეს და უკვე კონტენდერად განიხილებოდეს ეს UFC-საც ჭირდება რა თქმა უნდა ახალი სისხლი და მე დარწმუნებული ვარ რომ ამ ხრივ UFC-ს ასე ორგანიზატორებიც და ხელმძღვანელობაც ყველაფერს იზავენ რომ რაღაცა მალე ანუ შესაბამისი ბრძოლები მიიღოს ალექსანდრე. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მას რაღაცა ეძებოს, ველოსიპედები მოიგონოს და ზედაწონაში ავიდეს და გამოწვევები, ისიც მას უბრალოდ არ ჭირდება და ჯობია რა თქმა უნდა კონცერტირდეს იმ წონაში, სადაც ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. გადავედით სხვა სპორტის სახეობებზე, ისევ სუმოზეა, სუმოზე რა სიტყვი, ლადო, მეკითხება სოსო პიქს MMA სუმოზე რა სიტყვი ლადო შეიძლება თუ არა მომავალში დღევანდელი ეს სუმო ძველი ოქროს ხანის პერიოდის ნახევარს მაინც დაემსგავსოს საინტერესოა შენი მოსაზრება სუმოს მომავალთან დაკავშირებით სამწუხაროდ კარგ საქმეს ვერ გეტყვით იმიტომ რომ დღეს რაც ხდება სუმოში მენეჯმენტში პირველ რიგში და ზოგადად როგორც იაპონიაში უყურებენ სუმოს ძალიან შორს არის ამისგან რომ 90-იანი წლების სუმო დაბრუნდეს როცა ხალხმა გაიცნო მართლა და თითქოს ყველაფერი მიდიოდა იმისკენ რომ პირიქით სუმო გაცდენოდა საზღვრებს იაპონიის საზღვრებს იქიდან გამომდინარე რომ რაღაცა ძალიან ნუ არ ვიცი მოკლედ დავანებოთ თავი მიზეზებს მე კი ვიცი მაგრამ ხარ მინდა ხმალა საუბარი ჩაკეტეს სუმო მოგეხსენება ძალიან თავად თითქოს იაპონელებმა გადაწყვიტეს რომ მოდი ეს დავიტოვოთ ჩვენ მაგრამ ის ვერ გაითვალისწინებს რა მოყვება როდესაც 21 საუკუნეში შენ ესე ზღუდავ საზღვრებს ეს შეიძლება შეგეზღუდას შუა საუკუნეებში ისე შეზღუდული იყო საზღვრები და ისედაც ახლა სადღაც რო ცხოვრობდი რომელიღაც ქვეყანაში საერთოდ წარმოდგენა არ ქონდა რა ხდებოდა რაღაცა სხვა კონტინენტზე მით უმეტეს ის კი სხვა კონტინენტზე კი სხვა ქვეყანაში წარიწოდი რა ხდებოდა ხო ჩვეულებრივი მოქალაქე რო იყავი და 21 საუკუნეებში ეს ძალიან ცუდი, ამას ძალიან ცუდი შედეგი მოაქვს. მე ვინც არ იცის ეტყვით რომ მე როცა სუმოს უყურებდი ეს იყო 2000 წლების შუა, აი 2005-6-7 ამ პერიოდში სერიოზული მithქმა-მოთქმა ატყდა იაპონიაში იმაზე და განიცდიდნენ რომ სუმო ტოპ 5 პოპულარულ სპორტის პოპულარულ სახეობებში იყო მეხუთეზე. და ნუ იმიტომ რომ უფრო ზემოთ უნდა ყოფილიყო თვლიდნენ და დღეს მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით რომ ტოპ 10-შიც არ არის. ანუ 10 პოპულარულ სახეობაში, იაპონიაში პოპულარულ სახეობებზე გულისხმობ, იაპონიაში. ანუ იაპონელებშიც კი სუმო ათეულშიც არ არის. და ეს ყველაფერი კიდევ უფრო ცუდად ვიცი, მე სხვა შორის ტოკიოში რო ვიყავი, მე და ამირან ურუშაძე რო ვიყავით 2023 წელს. ნუ ის ამბითი ქუჩაში იაპონელებს რო ხდებოდით, ტოჩინოშინი რაღაცა რო ვეუბნებოდით, ნუ რა თქმა უნდა, ასაკიან იაპონელებს უხაროდ და გიждდებოდნენ.
მაგრამ ახალგაზრდა იაპონელებს რო ვეუბნებოდი ტოჩინოშინის სახელს, ვინ არისო გვეუბნებოდნენ. წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა იაპონელები წარმოდგენა საერთოდ არ უყურებენ სუმოს. და ხა რა მომავალზეა საუბარი, როცა ახალგაზრდა იაპონელები არ უყურებენ სუმოს. ამიტომ იქ მენეჯმენტში რამე თუ არ შეიცვალა, მე საერთოდ პერსპექტივას ვერ ხედავ, მე ვფიქრობ სუმო შეიძლება დარჩეს რაღაცა არ ვიცი, ნელ-ნელა საერთოდ მილევადი გახდება სუმო, თუმცა საბოლოო ჯამში რომ დაინახავენ რომ ძალიან მილევადი ხდება, იმედია გამოცოცხლდებიან და ცოტა რაღაცებს შეცვლიან, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი პირი არ უჩანს. ასე რომ ჩემი პასუხია არა, ჯერჯერობით კაის ვერაფერს ვერ ხედავ, უახლოეს მომავალში სუმოსთვის კაის ვერაფერს ვერ ხედავ. ბოლო კითხვა, უბრალოდ ბოლო თემა, ჩემს შესახებ კითხვები რა ერთი კითხვა, გიორგი ბაჩალიაშვილი მეკითხება, ბატონო ლადო, ძალიან მაინტერესებს თქვენი საყვარელი სამი საბმიშენი რომელია? მეცაც კითხავ ისეთებიც გითხარით, რომლებიც ყველაზე ნაკლებად მოგწონთ. ხო, სამი საბმიშენი, ხა რა კუთხით მეკითხებით, საბმიშენი რა მხრივ? მოდი ეს ორნაირად გაგცემ პასუხს. საბმიშენები, რომელიც ძალიან მიყვარდა უშუალოდ შესრულება ამ საბმიშენებზე გაკეთება და რომელიც გამომდიოდა კარგად. ამ მხრივ არის ყველაზე კარგად გამომდიოდა და მიყვარდა არბარი გარდიდან ქვემოდან და ძალიან მიყვარდა არბარის კეთება, ეგრეთ წოდებული face down არბარი, სხვა შორის ძალიან ხშირად არბარზე რო გადადიან მებრძოლები, ცდილობენ რომ სახით მაღლა იყვნენ, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში დამუშავებული მქონდა ტექნიკა face down-ის, კარგად, ანუ face down როცა ქვემოთ ხარ სახით, ასე ამას გულისხმობ. face down არბარის დროს მე არ მახსოვს რომ ვინმე გამქცეოდა, ან საბმიშენი ბოლომდე არ მივიყვანა. თუ ამ პოზიციამდე მივიყვანდი, როგორც წესი არა. ყველა შემთხვევაში თან ისეთ ბევრად ჩემზე მძიმეებით და მაგათაც მახსოვს რომ ასე დასაბმით და ახალგაზრდა ჩემზე ბევრად ახალგაზრდა თან ჩემზე ბევრად მძიმე მოქმედი თავისუფალი მოჭიდავე მაგალითად. ნუ რა თქმა უნდა იმან ჯიუჯიტსუ ესაბმიშენი მაინც კარგად არ იცოდა, ხა ბუნებრივია რომ ცოდოდა გამიჭირდებოდა ბევრად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ამ პოზიციამდე მივიდოდი, ანუ არბარს დაუჭერდი და face down პოზიციას გადავიყვანდი, იქ როგორც წესი არა, ვერ გარბოდნენ. სხვა შორის ასევე მიყვარდა და გამომდიოდა კარგად სამკუთხედის შეკვრა, ოღონდ დროს შევკრავდი სიმართლე გითხრათ ჩოუგზე მეტად მიყვარდა და წარმატებით ვაკეთებდი ისევ და ისევ არბარს, triangle armbars ვაკეთებდი გაკეთებული მაგას. რამდენჯერმე და არის კიდე ერთი საბმიშენი, რომელიც არ მიყვარს, მაგრამ სხვა შორის ძალიან კარგად გამომდიოდა, შეიძლება უფრო ხშირად გამომდიოდა, აი არბარზე უფრო ხშირადაც გამიკეთებია და აი დაძინების პირამდეც მივიყვანია ადამიანი, ეს არის გილიოტინა, რომელიც ზოგადად არ მიყვარს, ვერ ვიტყვი რომ მიყვარს და ჩემი ფავორიტი გილიოტინაა, მაგრამ სიტუაცია რო ჩავარდნილა, როგორც წესი კარგად გამომდიოდა ხოლმე და გილიოტინით აი მოგუთვამდეც მივიყვანია მეტოქე. რაც შეეხება ხო, და თავი გამოვიდა, ძალიან მიყვარდა და გამომდიოდა კარგად, რაც თორეა ლეგლოკები. თან მიყვარდა, თან მართლა კარგად გამომდიოდა და ფეხის ტკივნელი, მით უმეტეს ფეხის ტკივნელი ბერმა არ არის ესე. სხვათა მიზეზების გამო ყველგან არ ასწავლიან და მით შესაბამისად მეტოქეებმაც ძალიან ხშირად არ იცოდნენ ამის შესახებ და ნუ აი იგივე ლეგლოკებიდან თუ ავარჩევთ, განსაკუთრებით მომწონს ნიბარი, ანუ მუხლის ბერკეტი, რომელიც თან სხვადასხვანაირი ტექნიკა არსებობს მუხლის ბერკეტის და ყველა ტექნიკა მომწონს თუ სიტუაციის მიხედვით შეიძლება ერთი გამოიყენო ან მეორე. ანუ იღლიაში ამოჭრით გამოიყენო თუ ისე პირდაპირ. რაც შეეხება, ხო, ეს, რა ვიცი, მე მგონი სულ, რაც შეეხება, ხო, არის კიდე საბმიშენები, რომლებიც მე ვერ ვაკეთებდი, მაგრამ ძალიან მომწონს, სხვა ვაკეთებ. მაგალითად, გოგო პლატა მე არ გამიკეთებია. ცდილობამდეც არ მივედი, იმიტომ რომ მივხვდი რომ ვერ ვაკეთებდი. ძალიან მიყვარს გოგო პლატა, ოღონდ ეს უყურებ ამას, იმიტომ რომ მე ნამდვილად არ გამიკეთებია გოგო პლატა. სხვა ისეთი, რომელსაც არ ვაკეთებდი მე თვითონ, დიდად ეგრე ვერ გამოვარჩევ. ხო, ნინჯა ჩოუკი უკვე გვიანი იმის ის არის, მიყვარს ესეც, თუმცა სიმართლე გითხრათ ისინი უფრო რაც ჩამოთვალე უფრო მიყვარს. რაც შეეხება იმას, რაც ნაკლებად მოგწონთ, ესეც მინდა აუცილებლად გიპასუხოთ. მაგალითად, მე ძალიან არ მომწონს, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ არ მომწონს ფრის სამკუთხედი. არ მომწონს, იმიტომ რომ ფრის სამკუთხედის კეთებისას პრინციპში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ ძალას, უფრო ძალისმიერი სამბიშენია, მე არ ვამბობ ტექნიკას, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ტექნიკასაც აქვს, არის დეტალები, რომელსაც უნდა გაითვალისწინო, მაგრამ ფიქრობ რომ ეს მაინც ძალისმიერი სამბიშენია და მე თუ დააკვირდით, მიხვდებით რომ ისეთი სამბიშენები ჩამოთვალე, რომელზეც უფრო ტექნიკაზე და ასე ვთქვათ ინტელექტია დამოკიდებული და
ყველა იმ ზემოხსენ წინა საბმიშენებს რაც ჩამოთვალე, შენზე ბევრად ძლიერს შეიძლება გაუგეთო, თუ სწორად აკეთებ და ჭკვიანურად და საჭირო დროს აკეთებ და საბმიშენებში მე დიდად ეს მომწონს. თუ მაუნტზე გადავედი და ქვემოთ ყავს, რა თმინდა ხარი ავაწევინო და რაღაცა შეუგრა, აწი უტყი. ამის კონტ შინაარსობრივად საბმიშენი ის არის, კარგი როდესაც სულ დღეში ხარ და რაღაც მოიგონებ და გიშველის რა. თუ კარგ დღეში ხარ და ზემოდან ხარ, მე ვფიქრობ რომ საერთოდ ფრის სამკუთხედზე ფიქრს ну მოკლედ, დიდად ასეთი საბმიშენები მაუნტიდან როკეტება, როდესაც უკვე პოზიცია მოგებული გაქვს და მთლიანად აკონტროლებ მეტოქეს და რაც გინდა იმას უზავ, ამ დროს როკეტდება საბმიშენი, ჩემთვის ეს საბმიშენის კონცეფციასთან ახლოს არ არის. მე როგორც წარმოვიდგინე საბმიშენის კონცეფცია. ხო, არ ვიცი, რამდენად საინტერესო იყო ეს ჩემი პასუხი ამ ბოლო კითხვაზე. შევეცადე მაქსიმალურად ისე გამეცა, უწრფელად. პრინციპში აქ მოდით მეორე პაუზა გავაკეთოთ. მეცაც გეტყვით მეორე ნაწილი მოვრჩეთ და არ წახვიდეთ. დიდი ხნით გაგრძელება იქნება, ძალიან მალე დავბრუნდებით. მეცაც გეტყვით მესამეს, მეორეც დასკვნითი ნაწილით. აბა დროებით.